Christus mier samoarelno olat nambelo meupeo amano smano da dano ყველას გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს სენებას წმინდა ოციქული ანდრიას საქართველოში შემოგზავნების ჩვენ ზოგიერთ ვერ შევიძნოთ ამათი წმინდანის ჩვენთან ახლოს ყოფნას, მის მეუღებას ღვთის წინაშე, მის ზრუნველობას ჩვენზე. თითქოს ეს ადამიანები, რომელნიც თავიანთი საწმუნოებითა და წმინდა ცხოვრებით ღირსი გახდნენ, რომ მიიღოთ მადლი სულისა წმინდისა და წმინდანთა დასში იქნენ შერაცხილნი და ბევრი მათგანი სიცოცხლეშივე ითვლებოდა წმინდანად და ზოგი გარდაცვალების შემდგომ ძალიან მალევე ან ხელადვე მოწამეობრივი აღსასრულისთანავე იყო აღიარებული მორწმუნე ერის მიერ წმინდანად. თითქოს ეს ადამიანები, ეს მოღვაწეები ქრისტეს ეკლესიისა, სადღაც შორს იმყოფებიან ჩვენგან, საუკუნეების წინ ჩვენთვის უცნობ ეპოქაში, ჩვენთვის უცნობ დროში, თუ ქვეყანაში. იმისათვის, რომ წმინდანი გახდეს ჩვენთვის ახლობელი, უპირველეს ყოვლისა ჩვენ უნდა ლოცულობდეთ მის მიმართ. მეორე, ჩვენ უნდა გავეცნოთ მის ცხოვრებას და მისი ცხოვრებიდან შევიღოთ იმ ღვაწლს, იმ საქმეებს, იმ სიკეთეს, თუ ტკივილს, სიმძიმეს, რომელიც იძლევა ქრისტეს გულისათვის და ადამიანთა გამო ამა თუ იმ წმინდანმა. შევიტყობთ მისი მეტალი აღსასრულის შესახებ, როგორი იყო მოწამეობრივი თუ მშვიდობით მიიცვალა. და მაშინ, როდესაც ასე შევხვდებით ჩვენ წმინდანს, ის ჩვენთვის გაცილებით ახლო მყოფი ხდება. ასე უნდა შევხვდეთ ჩვენს ფარულ წმინდანებს. ასე უნდა შევხვდეთ ჩვენ იმ წმინდანებს, რომელთაც ვებედრებით. წმინდანი არის ადამიანი, რაღაც თქმა, მაგრამ ადამიანი, რომელიც განიცვიდა დებათაგან და მიიღო მადლი სულისა წმინდისა, მიაღწია გართობას. ზოგი მათგანი გახდა ქრისტესთვის მოწამე, აღიარა ქრისტე და სიკვდილი არჩია საწმუნოების უარყოფას ან საწმუნოებრივი ცხოვრების დატევებას. ზოგი მოღვაწეობდა ქალაქად, ზოგი უდაბნოში, ზოგი იყო დიდებული და სამეფო გვირგვინს ატარებდა, თუ სამეფო გვარის შვილი იყო. ზოგი იყო ლახაკი, ზოგი იყო მეძავი, ავაზაკი. მრავალი ცოდვის ჩამდენი, მაგრამ მოიქცა
სინამდვილით და საწუნოებით ღმერთმა ის შეამბო სიძვილი და განათლება. წმინდანი ფარველობს ადამიანს, ფარველობს ოჯახს, ფარველობს ეკლესიას, მონასტრებს, ფარველობს ქალაქებს, სოფლებს და ქვეყნებს. ესა თუ ის წმინდანი. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ფარველი, ჩვენი ქვეყნის არის წმინდანი მოწამე გიორგი. აღიარებული რაღაც თქმა წმინდანი იყო ჩვენი განმანათლებელი, მაგრამ წმინდა გიორგი არის ჩვენი ერისათვის რაღაც განსაკუთრებული სიამოვნების მქონე და განსაკუთრებულად შეყვარებული ჩვენ სერში და ერმა ირჩია ეს თავს ფარველად და აი ეს ფარველად ჩვენი ერისა არის წმინდა მოციქული ანდრია. პირველ წოდებული თვით სახარება ბრძანებს, რომ მაცხოვრის პირველ მოწაფეთაგან ერთ-ერთი 12 მოციქულთაგან ვინც დაემოწაფა მაცხოვას იყო წმინდა მოციქული ანდრია და იოანე ღვთისმეტყველი, რომლებიც იყვნენ მანამდე იოანე ნათლისმცემლის მოწაფეები. ადამიანები, რომლებიც ეძიებდნენ ღმერთს და იოანე ნათლისმცემელმა მათ მიუთითა მაცხოვას, ამიტომ თავადაც ელოდებოდა ის მესიას, ისრაელის ერის. და ამის შემდეგ უკვე მოუწოდებს ანდრია პეტრეს იოანე იაკობს და ბერძნულ წყაროებში ბერძნულესა საუბრეების ბერძნულ წყაროებში არის ნათქვამი, რომ ანდრია მოციქულმა სხვა ქვეყნებთან ერთად იქადაგა შავი ზღვისპირეთში, ქვეყანაში მეგრელთა და ლასა და იქადაგა იბერიაში. ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებაზე დაყრდნობით წმინდა მამა გიორგი თაცმიდელი ანტიოქიის პატრიარქს უყვება საქართველოს ეკლესიის ისტორიას და ეუბნება მას, რომ თქვენს წინებში წერიაო, რომ ქართველები, იბერები ვართ განათლებული წმინდა მოციქული ანდრიას მიერ. ეს უწყება ყოველთვის იყო ჩვენს ერში. შეიძლება იგვავიცდა ათეიზმის პერიოდში, რომ საქართველო არის თავად მოციქულის მიერ ნაკურთხი და მის მიერ არის ქრისტიანობა დაქადაგებული ამ მიწა-წყალზე. ანდრია მოციქულის ცხოვრების რამოდენიმე ვერსია არსებობს, ბერძნული, კულტურული, სირიული, ქართული. და იქ მოთხრობილია მოციქულის ვაზრის და მისი მოგზაურობების შესახებ. და ნათქვამია, რომ ანდრია მოციქული საქართველოში წარმოებანთან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კურთხევით და მისი თხოვით და დედა ღვთისმშობელმა მას თან გაგვადანა ხელთუქმნელი ხატი, აცხოვრის ხატად წოდებული, რომელიც მოაბრძანა მოციქულმა ანდრიამ საქართველოში და ერთ-ერთი პირველთაგანი ტაძრები, რომელიც იქნა აშენებული საქართველოში, ეს იყო თავარანგელოზის ტაძარი და
ყოველწლიური ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც დაბრძანდა მისი ხალხი. და იქადაგა წმინდა მოციქულმა საოცარი იყო მისი ქადაგების გეოგრაფია, დაუჯერებელი, მაგრამ ამას ძალებს მისი ცხოვრება, რომ იქადაგა მან ბიზანტიის ტერიტორიაზე და კერძოდ იმ ქალაქ იმ სოფელში, დაღაში, ბიზანტიონში, რომელიც შემდგომ კონსტანტინოპოლად იქცა. იქადაგა ანტიოქიაში, კვიპროსზე, ის იყო დღევანდელი პაკისტანისა და ირანის ტერიტორიებზე, ანუ მაშინდელი სპარსეთისა. მან იქადაგა სამარკანდში, დღევანდელი ყაზახეთის, მონღოლეთის და ალტაის ტერიტორიებზე. იქადაგა ალანთა და სკვითების ქვეყანაში, იქადაგა ხირინში, დნეპრისპირეთში და მოწამეობრივი აღსასრული ჰყოლა საბერძნეთში, ქალაქ პატრაში. საოცარია და ოცნები ადამიანი, რომელსაც კითხულობ ამ ადამიანის ასეთ ვაძას, საერთოდ მოციქულთა უზარმაზარ ვაძს და უღალავ შრომას და როგორც ამბობს წმინდა მოციქული პავლე, ჩვენო იგინებოდითო, მიყვედებოდითო, მიტანჯებოდითო, ჩვენ ლანძავდნენო, დევნინენო, ცემდნენო, მაგრამ ყოველივე აღვასრულეთ თქვენთვის. რათა ვეუწყებინათ თქვენთვის ჭეშმარიტება. და მოციქულებმა საკუთარი თავი არ დაზოგეს, არ დაასვენეს და ქრისტეს მობაძავდი იყვნენ, როგორც ამბობს მოციქული პავლე. და ბევრმა მათგანმა სიცოცხლე დაასრულა, თითქმის ყველამ დაასრულა მოწამეობრივად და ბევრი მათგანი ჯვარს გაეკრა. ჯვარს გაეკრა და ანდრია მოციქულის ცხოვრება მეუბნება, რომ როდესაც ხალხმა მოინდომა მისი მხრიდან ჩამოხსნა, აჯანყდა ხალხი, რამე ხედავდა ამ ადამიანის სიკეთის და სასწაულებს და მოსთხოვა ქალაქის მმართველს, რომ გაეთავისუფლებინა ანდრია და გაათავისუფლა ქალაქის მმართველმა შეშინებულმა, მაგრამ ანდრიამ სთხოვა ხალხს, რომ ჩამოხსნით ჯვრიდანო და უფალს სთხოვა, რათა გაეყვანა ის ცუდი სოფლიდან, რათა თავის საყვარელ მოძღვარსა და მასწავლებლებს და მაცხოვარს შეხვედროდა. ასეთი იყო სიყვარული მოციქულებისა და წმინდანებისა ქრისტეს მიმართ. მრავალი წმინდანი სიხარულით მიდიოდა ქრისტესათვის სიკვდილზე, ისე როგორც ამას წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალე ძალებს ეძიებდნენ ქრისტესათვის სიკვდილსა. კი არ ამბობს გაურბოდეთ სიკვდილსა, ან დაემოდეთ სიკვდილსა, ან ეძიებდით ქრისტესათვის სიკვდილსა. და ასეთი ნაძიებელნი იყვნენ ქრისტესათვის სიკვდილისა ჩვენი წინაპრები. მეფე ლუასავი, წმინდა დედოფალი ქეთევანი, რომელსაც
ერთი სიტყვა რო ეთქვა, ერთი სიტყვა შემიძლია ჯულსო თავის შვილიშვილებსაც შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს თავსაც გადაარჩენდა და სიამოვნებით ცხოვრობდა. არათუ ცოცხალი დარჩებოდა, არამედ ყველანაირი პაკეტი ექნებოდა და ღირსება მას. მაგრამ იცოდა ჩვენმა წინაპარმა, რომ ღვთის ერთგულებაში და ღვთისთვის სიხელში იყო გადარჩენილი და არა სიხილ და არა სიცოცხლის შენარჩუნებაში. ამიტომ ბრძანებს წმინდა წერილი სული განმაცხოველებელს, სული აცოცხლებს, სული გაამშვენიერებს. ხოცი ლეშია და ლეშად იხსენ ადრეთუნია. ჩვენს სიცოცხლეშიც კი ჩვენი სხეული დადგება დრო არ დაგვემორჩილება და წავა შვენიერება და ძალები ამ სხეულის და სიკვდილი გააჩერებს სხეულის შვენიერებას თუ მის სილაღეს და მოგზაურობას. არამედ ჩვეულებრივი ცხოვრების დინება, ჟამი და დრო მოვა სიმღერა და უზრუნველება და სულ მე ნალოძის მსმენია წლოვანი ადამიანებისაგან და თქვენს დარწმუნებული ვარ მსმენია რომ სული ისეთივე ცოცხალი და ახალგაზრდა არის და შეიძლება საკუთარი თავისა ისეთივეა როგორც ახალგაზრდობაში, მაგრამ გული წდება რომ არ მოყვება შეიძლება და მაშინ ხდება რომ უკვე წლები მოგმატებია და თვალი უნდა გავუსწორო ცხოვრების დასაწყისს. ეს ჩვეულებრივ ხდება ჩვენს ცხოვრებაში. არ ვიდა რომ ბევრი ვისაუბრო და თქვათ ბევრი ვიმჯეროთ სიკვდილზე, რადგან წლები მოვა შეგვემატება და ვიძნობთ ამას და მაშინ თუ ჩვენი სხეული ჩვენ სიცოცხლეშივეც უკვე შეიძლება გახდეს ჩვენთვის არც სარდლი და არ მოყვებოდეს, არათუ გვახარებდეს, არამედ პირიქით გვამძიმებდეს. განა უფრო მნიშვნელოვანი არ არის, რომ გავწიოთ შრომა და ზრუნვა იმისათვის, რაც არის უხტავი. გავწიოთ შრომა ჩვენი სულისთვის, რომელიც მარადისობას უნდა შეუერთდეს და ღმერთს უნდა შეხვდეს. განა ეს უფრო გონივრული არ იქნება, მაგრამ არ მინდა ხშირად ჩვენ გვჩენია სხეულს მივანიჭოთ სიამოვნება, ვიდრე სული გამახაროთ. და ხშირად ამ სიამოვნების ძიებაში პირიქით სხეულს კიდევ უფრო მეტად მოვამოწურებთ, კიდევ უფრო მეტად დავღრით და ძალას გამოვაცემთ. ამიტომაც ქრისტეს მიერ საყვარელმა ვიყვეთ უფრო ჭკვიანი და ბრძენი ვიდრე წუთისოფელი ვასწავლის და თავაზობს. ვიყვეთ უფრო შორს ვხედველნი და ვხედავდეთ
ჩვენი ცხოვრების გამგებელს უფალ იესო ქრისტეს და ჟამს მასთან შეხვედრისა ველოდებოდით. არა შიშით, ცხოველური შიშით, ვაიმე დამემართება, არამედ სასწორებით და სიხარულით მასთან შეხვედრისა და იმედით მოწყალებისა, რომელიც სინანოს უყავს. ასე ხდებოდნენ უფალს ჩვენი წინაპრები და ის მოყვანილი მაგალითები მეფე ლუასაბის თუთეთევანი წამებულის ეს ხომ მხოლოდ უმცირესი ფრაგმენტია ჩვენი ისტორიისა. როდესაც ქართველმა ერმა ღვთისმეტყველება არჩია ამ ქვეყნიურ განცდომას. რა თქმა უნდა, იყო ჩვენი ერის ისტორიაში მიდრეკა მეფის თუ დიდებულების, იყო ახმადიანი მეფეების, ზოგი იყო ამის მოწმიანი, მაგრამ ზოგი იყო იმისათვის, რომ ერი გადაერჩინა და შვიდობა ქონებოდა მის ქვეყანაში და ასე ინარჩუნებდნენ ისინი ერის თავისუფლებას და ერისათვის შვიდობა მოჰქონდა. ზოგი მოწამეობრივად აღსრულებული, ზოგი კი არა, ყველა მოწამეობრივად აღსრულებული ჩვენი ერის მეხსიერებაში დარჩა როგორც ერის შვილი და ამავდროულად ერის მამა, რომელმაც მისცა მაგალითი შთამომავლობას, მისცა მაგალითი სხვებსაც ქრისტეს ერთგულებისა და თუ მეფე რომელიმე გამოიწვიდა ჟულს, ერი მას არ მიყვებოდა, ერი მას არ ბაძავდა. იმიტომ რომ როგორც წმინდა ილია მართალი ბრძანებს, ქრისტიანობა ქრისტეს მოძღვრება კი არ იყო მხოლოდ საქართველოში, არამედ იყო საქართველოს მიწა-წყალიც და ეს იყო ქართველობაც. ასე ატარა საუკუნეების მანძილზე ჩვენმა ერმა ქრისტეს ჯვარი. ამ ჯვარზე ავიდა, სისხლი დაუვარა და რომ დავკითხეთ და შევეცადოთ ანალიზი გავუკეთოთ, გაგვიკვირდება, რომ დღეს ჩვენსავე მიწა-წყალზე ვცხოვრობთ, ჩვენსავე ენაზე ვსაუბრობთ და გვაქვს სახელმწიფო, გვაქვს ქვეყანა საქართველო. მხოლოდ ვისაც არ უნდა ის ვერ ხედავს ქრისტეს მოძღვრების სიდიადეს და მის გადამრჩენელ ქმედებას საქართველოს ისტორიაში და ქართველი ერის ცხოვრებაში. ვისაც არ უნდა ის ვერ ხედავს, ვერ დანახვის მიზეზები კიდევ სხვადასხვა არის. ყველა იცის ეს მიზეზი, ვინც ვერ ხედავს თუ არ ხედავს, არ უნდა დაინახოს.
ზოგი შეიძლება ხედავს, მაგრამ არ აღიარებს ამ უარყოფს. დღეს ძალზე ბევრი საუბარი არის იმ კანონზე, რომელიც იქნა მიღებული. ეს კანონი რაც მინდა ვთქვა, რომ რაც უნდა პოლიტიკური მოტივები ჰქონდეს ამ კანონის მიღებას, თუ ამ კანონმა ჩვენ დაგვეწევინა საძმოების სიწმინდე, ცხოვრების სიწმინდე, მაშინ ეს არის ძალზე საშიში. ხშირად ამბობენ, რომ სასულიერო პირები ან ეკლესია ბრევს აშინებს. ან ჯოჯოხეთი თუ რაღაც კიდე სხვადასხვა განსაცდელები ამბობენ, რომ სასულიერო პირები იქცევიან როგორც ფანატიკოსები. არის ასეთი შემთხვევებიც, რა თქმა უნდა.